მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ ინფორმაციის წყაროებზე საუბარს და ამ შემთხვევაში ვეხებით მის ქვეთავებს, რომლებიც არის საკრედიტო რეიტინგები, რეიტინგის დადგენის მეთოდიკა და პრობლემები, წამყვანი გლობალური საკრედიტო რეიტინგები, Dow Jones-ის ინდექსი, Standard & Poor's ინდექსი ან S&P-ის, Moody's და Fitch Group-ის. დავიწყოთ. საფონდო ინდექსი ან აქციათა ბაზრის ინდექსი არის აქციათა ბაზრის ღირებულების გაზომვის მეთოდი. იგი გამოითვლება შერჩეული აქციების ფასის მიხედვით, ზოგჯერ გამოიყენება საშუალო შეწონილი მაჩვენებელიც და არის ფინანსური მენეჯერებისა და ინვესტორებისათვის ბაზრის აღწერისა და ინვესტირებათა შემოსავლიანობის ერთმანეთთან შედარების საშუალება. ინდექსი მიიღება მათემატიკური გამოთვლებით. რისკების სწორად დასაცვლელად და მოგების მისაღებად სამომავლო ორიენტირი ყველას სჭირდება. ცივილიზებულ ქვეყანაში დაინტერესებული პირების საქმიანი ურთიერთობის დამყარების წინ ქვეყნის კომპანიის საკრედიტო რეიტინგებს კითხულობენ. რეიტინგი გლობალურ ბაზარზე ემიტენტებისა და ინვესტორების უფრო ადვილ, თავისუფალ და უსაფრთხო დაშვებას უზრუნველყოფს. ამასთან ფინანსური სახსრების მოზიდვის ხარჯებს ამცირებს და ზრდის კომპანიების ლიკვიდირებას ვალების დაფარვასთან მიმართებაში. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ბაზრები სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება საკრედიტო რეიტინგებზე, რეიტინგი როგორც ემიტენტებს, ასევე ინვესტორებს დიდ უპირატესობაში აყენებს და ახალი შესაძლებლობების ფანჯარას აღებს. მსოფლიოს 4 ყველაზე დიდი სარეიტინგო სააგენტო Dow Jones-ი, Moody's Investors Service, Standard & Poor's and Fitch Ratings. ისინი არის ყველაზე ისეთი გავლენიანი დიდი სარეიტინგო სააგენტოები. რეიტინგის დადგენის მეთოდიკა და პრობლემები, ან როგორ ხდება ამ რეიტინგის დადგენა. პირველი პოლიტიკური ასპექტი. მმართველობის ფორმა და პოლიტიკური ინსტიტუტების ადაპტირების ხარისხი. მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობის ხარისხი ქვეყნის მართვაში. სახელისუფლება უფლებამოსილების გადაცემის პროცედურების მოწესრიგება. ფართო კონსენსუსის არსებობა ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების თაობაზე. გლობალურ ფინანსურ და ვაჭრობის სისტემაში ინტეგრირების ხარისხი. ეროვნული უსაფრთხოების შიდა და გარე საშიშროებანი. შემდეგი არის მოსახლეობის შემოსავლებისა და ეკონომიკის ორგანიზაციული სტრუქტურა, რაშიც იგულისხმება მოსახლეობის შემოსავლიანობის დონე და ცხოვრების პირობები, ეროვნული სიმდიდრის განაწილება, საბაზრო და არასაბაზრო ეკონომიკა, რესურსების არსებობა და მათი დივერსიფიკაციის ხარისხი. ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები არის შემდეგი და არის დანაზოგებისა და კაპიტალური დაბანების სტრუქტურა და მოცულობა, ეკონომიკური ზრდის ტემპები და ხასიათი. შემდეგი არის საგადასახადო საბიუჯეტო პოლიტიკის ელასტიურობის ხარისხი, მთავრობის ფისკალური საქმიანობის შედეგები და ბიუჯეტის დაბალანსება, საგადასახადო სისტემის კონკურენტუნარიანობა, მის ელასტიურობის ხარისხი გადასახადების განაკვეთის ზრდის შემთხვევაში. მესამე ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ხარჯების ზრდას. შემდეგი არის სახელმწიფო ვალის ტვირთი, ანუ მთავრობის ფინანსური აქტივები, სახელმწიფო ვალის და მასზე საპროცენტო მომსახურების გადასახდელი ტვირთი, სახელმწიფო ვალის სავალუტო სტრუქტურა, სახელმწიფო ვალდებულებები პენსიების გაცემის საქმეში, საბანკო სისტემის კორპორაციებისა და სხვა იურიდიული პირების პირობითი ვალდებულებები. შემდეგი არის ფასების სტაბილურობა, ანუ ინფლაციის განვითარების ტენდენციები, ფულადი მასის ზრდის ტემპი და სახელმწიფო ბიუჯეტის ემისიური დაფინანსების მოცულობა, სავალუტო კურსის პოლიტიკა და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი. შემდეგი არის საგადასახადო ბალანსის ელასტიურობა, საგადასახადო საბიუჯეტო და ფულად საკრედიტო პოლიტიკის ზეგავლენა საგადამხდელო ბალანსის საგარეო ოპერაციების ანგარიშების მდგომარეობაზე, მიმდინარე ოპერაციების ანგარიშების სტრუქტურა და კაპიტალის ნაკადების სტრუქტურა. შემდეგი არის საგარეო ვალი და ლიკვიდურობა. საგარეო ვალის სავალუტო სტრუქტურა და მოცულობა. ამდენია, ბანკების, სახელმწიფო და კერძო სუბიექტების მიერ სახელმწიფოს გარანტიით აღებული პირობითი ვალდებულებების მოცულობა, სახელმწიფო ვალის დაფარვის მიზნით განსახორციელებელი გადასახადების ვადები და მისი მომსახურების ტვირთი, სახელმწიფო რეზერვებისა და სხვა საგარეო აქტივების სტრუქტურა და მოცულობა, მონაცემები ვალის მომსახურების შესახებ. ანუ ეს ყველაფერი არის რეიტინგის დადგენის რაღაცა მეთოდიკა და პრობლემები. ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინება ხდება და ზოგ შემთხვევაში კარგად მოქმედებს, ზოგ შემთხვევაში პრობლემურია. 5-4. ანუ შემდეგი არის წამყვანი გლობალური საკრედიტო რეიტინგები და ანუ პირველს ვიწყებთ Dow Jones-ის ინდექსი.
სოფლიოში პირველი საფონდო ინდექსი შეიმუშავა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფინანსურ ეკონომიკურ გამომცემლობის The Wall Street Journal-ის დამფუძნებელმა Charles Henry Dow. Dow საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა მიუძღვნა საფონდო და აქციათა ბაზრების ფუნქციონირების შესწავლას. სწორედ Dow-ს კვლევებმა დაუდო საფუძველი ეგრეთ წოდებული ტექნიკურ ანალიზს, ფასების ცვლილების პროგნოზირებას გრაფიკული ანალიზის საშუალებით. თავდაპირველად ეს ინდექსი შორს იყო იდეალურისგან. იგი მხოლოდ 11 კომპანიას მოიცავდა. გარდა ამისა, მათი უმეტესობა სარკინიგზო კომპანია იყო და ინდექსი უჩვენებდა არა მთლიანად ნაციონალური ბაზრის მდგომარეობას, არამედ მხოლოდ სარკინიგზო სექტორისა. სარკინიგზო ინდექსი. თუმცა ბაზრის ცვლილების საერთო პრინციპი შემუშავებული იყო. Dow თავადაც გააცნობიერა, რომ მისი მაჩვენებლის სატრანსპორტო სექტორის მხარეს გადახრა და ამიტომ Dow თავადაც გააცნობიერა მისი მაჩვენებლის სატრანსპორტო სექტორის მხარეს გადახრა და ამიტომ 1896 წელს მან კიდევ ერთი ინდექსი შეიმუშავა, ინდუსტრიული. იგი გამოითვლებოდა 12 ინდუსტრიული კომპანიის აქციების საფუძველზე და მიიღო დასახელება Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო, DJIA, Dow Jones Industrial Average. ამ ინდექსის დასახელებაში Dow-ს გვართან ერთად ფიგურირებს საგამომცემლო ბიზნესში მისი კომპანიონის Edward Jones-ის გვარიც. Charles Dow-ს შემდგომი გამოგონებები უფრო დახვეწილი იყო. 1928 წელს DJIA შეივსო კიდევ რამდენიმე კომპანიის აქციებით. მათმა საერთო რიცხვმა 30-ს მიაღწია, რამაც ინდექსს მეტი სიზუსტე შესძინა. გარდა ამისა, გათვლის ფორმულა გართულდა იმ მიზნით, რომ თავიდან აცილებული ყოფილიყო ინდექსის მნიშვნელობა მკვეთრი ცვლილებების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად აქციების დაყოფა. მართლაც თუ ინდექსის შემავალმა ერთმა კომპანიამ გადაწყვეტა თავისი აქციების დაყოფა და გამოაცხადა, რომ ერთი $10 ღირებულების აქციის სანაცვლოდ მის მფლობელს ექნება 2 $5 აქცია, ინდექსი გამოითვლება როგორც 30 აქციის საშუალო მნიშვნელობა და უსებ ერთ-ერთი აქცია ორჯერ მცირდება. შედეგად მთელი ინდექსი იკლებს, თუმცა ამის არანაირი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ამ ეფექტის გამოსაეცხრად DJIA-ის ფორმულაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მას შემდეგ უკვე 80 წელზე მეტია Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსი სამართლიანად და დამაჯერებლად ემსახურება საფონდო ბაზრის ტრეიდერებს. Dow Jones-ის ინდექსის სხვადასხვა სახეები არსებობს. DJIA ყველაზე ცნობილი ინდექსია Dow Jones-ის ოჯახიდან. სწორედ მას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ Dow Jones-ი დაიცა, ან Dow Jones-ი გაიხსნა მწვანე ზონაში. ყოველ ნახევარ საათში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, სადაც ხდება მასში შემოვალი ინდუსტრიული ფირმების აქციების კოტირება, აქვეყნებენ ამ ინდექსის განახლებულ მნიშვნელობებს. მაგრამ როგორც უკვე ცნობილია, Charles Dow-ს მიერ მოფიქრებული პრინციპის მიხედვით, შეიძლება არა მარტო ინდუსტრიული, არამედ ეკონომიკის სხვა დარგების და მთლიანი ბაზრის მდგომარეობის ანალიზი. ამიტომ Dow Jones-ის ოჯახში შედის ასევე შემდეგი ინდექსები. Dow Jones-ის სატრანსპორტო ინდექსი, სარკინიგზო ინდექსი, ანუ ითვლება 20 სარკინიგზო საავტომობილო და საავიაციო ტრანსპორტის ფირმების აქციათა ფასების საფუძველზე. Dow Jones-ის კომუნალური ინდექსი ითვლება 15 ელექტრო და გაზის მიმწოდებელი კომპანიის აქციების ფასის მიხედვით. Dow Jones-ის საერთო ინდექსი გამოითვლება დანარჩენ 3 ინდექსის შემავალ სფეროების 65 კომპანიის აქციათა ფასების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინდექსი აღწერს მთლიანი ბაზრის მდგომარეობას, მაინც ყველაზე პოპულარულ ინდექსად რჩება DJIA, Standard & Poor Index, ანუ S&P. ინდექსი S&P არის მეორე ინდექსი Dow Jones-ის შემდეგ და შემუშავებული იქნა 1917 წელს. ამერიკულ კომპანია Standard & Poor's Corporation-ის ანალიტიკოსები ფიქრობდნენ შეექმნათ უფრო ზუსტი ინდექსი, ვიდრე იმ დროისთვის ერთადერთი Dow Jones-ის ინდექსი იყო. იმ დროისათვის Dow Jones-ის ინდექსი მხოლოდ 12 აქციის საფუძველზე გამოითვლებოდა. აი S&P მხედველობაში მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების 200 კომპანიის აქცია. მოგვიანებით ინდექსის შემავალი აქციების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და 500-ს მიაღწია. აქედანვე წარმოიშვა მისი სახელწოდებას S&P 500. S&P 500. S&P 500-ის ინდექსი წარმოდგენილია აშშ-ის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს კომპანიები, მკაცრი პროპორციით. 400 საწარმოო კომპანია, 40 კომუნალური, 40 საფინანსო და 20 სატრანსპორტო კომპანია. ინდექსის გამოთვლის ხერხი უფრო რთულია, ვიდრე მისი წარმოებადი Dow Jones-ისა. თითოეული კომპანიის აქციას ენიჭება წონა აქციის მფლობელების საკუთრებაში არსებული მთელი აქციების ღირებულების მიხედვით. ამ გარემოების და ასევე იმის გამო, რომ S&P 500 ინდექსი დიდი რაოდენობით კორპორაციებს მოიცავს, იგი გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე DJIA და
უფრო ზუსტად ასახავს ASHISH-ის საფონდო ბაზრის მდგომარეობას. იგი ანგარიშობს ASHISH-ის ბაზართან დაკავშირებული აქციების 80%-ზე მეტს. არაა გასაკვირი, რომ სწორედ ამ ინდექსს უწოდებენ ხშირად ASHISH-ის საფონდო ბაზრის იდეალურ ინდიკატორს. S&P 500-ის ინდექსში წარმოდგენილია ამერიკის ეკონომიკის ლიდერი კორპორაციები. ამას თვალყურს ადენოს Standard & Poor's Corporation-ის ინდექსის კომიტეტი, რომელიც ინდექსის ეფექტიან ფუნქციონირებას აკონტროლებს. ინდექსის კომიტეტი მიისწრაფვის ინვესტორებისთვის მაქსიმალური გამჭვირვალობის შექმნისკენ. ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისის მუშაობის პრინციპებს გაიცნოს მათ ოფიციალურ ვებგვერდზე. S&P 500-ის ინდექსში კომპანიების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძირითადი კრიტერიუმები შემდეგია. კომპანია ემიტენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს. იყოს ამერიკული, სარგებლობდეს 4 მილიარდ $-ზე მეტი კაპიტალიზაციით, მიეკუთვნებოდეს წარმოების ან მომსახურების სფეროს, ანუ საინვესტიციო კომპანიები, დახურული ფონდებითა და სხვა კომიტეტი არ არის დაინტერესებული. იყოს ფინანსურად მდგრადი, სტაბილური და ძლიერი და ჰქონდეს აქციების არანაკლებ 50% თავისუფალ მიმოქცევაში. ანუ ეს არის ეს 5 კრიტერიუმი, რომელიც გჭირდება რომ დააკმაყოფილო იმისთვის, რომ შენი კომპანიის აქციები მოხვდეს S&P-ის ინდექსში. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ინდექსში მოხვედრა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ინდექსიდან გამოსვლა. კომიტეტი ცდილობს, რომ ინდექსის შემადგენლობა მეტნაკლებად სტაბილური იყოს. ამიტომ თუ რომელიმე შემადგენელი კორპორაცია რაიმე მოთხოვნას ვეღარ დააკმაყოფილებს, მის ინდექსიდან გამორიცხვას იმავე დღეს არ ჩქარობენ, მხოლოდ მაშინ, თუ კრიტერიუმებიდან გადახვევა არსებითი ხასიათისაა, დგება ინდექსიდან გამორიცხვის რეალობა. ასეთი გადაწყვეტილება მუდამ დიდი სიფრთხილით და განსაკუთრებულად ინდივიდუალური მიდგომით მიიღება. ინდექსის ტოპ 10-ს შეადგენენ Apple, ExxonMobil Corp, General Electric Co, Chevron Corp, Intel Business Machine Corp, Microsoft Corp, AT&T Inc, Johnson & Johnson, Procter & Gamble, Pfizer Inc. S&P-ს გამოყავს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები. ეს კომპანია აფასებს ცეცხლებს AAA-დან, ანუ 3A-დან D-მდე. შუალედური კატეგორიები პლუსები და მინუსების დამატებით გამოიყენება 2A-დან დაწყებული 3C დონის ჩათვლით. ზოგიერთი ცეცხლისთვის კომპანია გვთავაზობს მაჩვენებელს, ეგრეთ წოდებულ საკრედიტო დაკვირვებას, რაც გულისხმობს, რომ ამ ცეცხლის რეიტინგი შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს. 3A ეს არის S&P-ს მიერ მინიჭებული უმაღლესი რეიტინგი. ამ კატეგორიაში ხდება ისეთი კრედიტორი, რომლის კრედიტუნარიანობა განსაკუთრებით მაღალი და მყარია. 2A ამ კატეგორიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ უმაღლესი კატეგორიას მცირედით ჩამოუვარდებიან, ანუ ახასიათებს ძალიან ძლიერი კრედიტუნარიანობა. 1A A რეიტინგი ნიშნავს, რომ იგი გარკვეულწილად მეტად მგრძნობიარეა ეკონომიკურ გარემოში მიმდინარე უარყოფითი ცვლილებების მიმართ, ვიდრე უფრო მაღალი კატეგორიები, თუმცა კრედიტუნარიანობა კვლავ მაღალია. 3B გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის უარყოფითმა ცვლილებებმა და ცვლადებმა გარემოებებმა შესაძლოა შეასუსტოს კრედიტორის უნარი, პასუხი აგოს თავის ვალდებულებებზე. 3B წინა დონესთან შედარებით ნაკლებად საიმედო და მდგრადი მდგომარეობის კრედიტორი. 1B მეტად სპეკულაციური დონე, უარყოფითი ცვლილებები ბიზნესში, ფინანსური და ეკონომიკური გარემოს გაუარესება, მეტად მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ კრედიტუნარიანობაზე. 3C მნიშვნელოვნად არა მდგრადი, მაღალი რისკის დონე. 2C საკმაოდ მაღალი რისკი. და 1C ყველაზე დაბალი დონე დასაშვებია ემიტენტის გაკოტრება. და D გადახდების სავარაუდოდ არ იწარმოებს. და N არის შეფასება არ მომხდარა, ან არ არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შესაფასებლად. ან Standard & Poor's პოლიტიკიდან, ანუ S&P-ის პოლიტიკიდან გამომდინარე, არ ახდენს მსგავსი ტიპის რეიტინგებს. გადავიდეთ შემდეგ ინდექსზე, Moody's ინდექსზე. ჯონ მუდი იყო თვითნასწავლი რეფორმატორი. მან დააარსა კომპანია, რომელიც აქვეყნებდა სტატისტიკურ ინფორმაციებს აქციებსა და ობლიგაციების ბაზრის შესახებ. 1907 წელს, როდესაც საფონდო ბაზარი ჩავარდა, ჯონს მოუწია კომპანიის დახურვა, მაგრამ 1909 წელს ის ახალი იდეით დაუბრუნდა ბიზნესის ასპარეზს. მისი იდეა მდგომარეობდა არამხოლოდ უბრალოდ ინფორმაციის შეგროვებაში ფინანსური ბაზრისა და მისი ინსტრუმენტების შესახებ, არამედ მათზე ანალიზისა და გარკვეული დასკვნების გაკეთებისა და შეთავაზებაში დაინტერესებული პირებისთვის. დასკვნების გაკეთებასა და შეთავაზებაში იმ დაინტერესებული პირებისთვის.
მან პირველად შეაფასა ამერიკის სარკინიგზო კომპანიის ფასიანი ქაღალდები. ამისთვის გამოიყენა სარეიტინგო სიმბოლიკა, შექმნა სარეიტინგო სისტემა. მუდის ანალიზები მალე გახდა სახელმძღვანელო მრავალი ინვესტორისთვის. 1913 წლიდან კომპანიამ გააფართოვა საქმიანობის არეალი. 1914 წლის 1 ივლისს დაფუძნდა მუდის საინვესტიციო სამსახური. ამავე დროს კომპანიის საქმიანობა მოიცვა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეფასება და ანალიზი. მუდის დიდი დეპრესიის დროსაც აგრძელებდა ფინანსურ ბაზარზე მონიტორინგს და რეიტინგების შედგენას. 1970 წლიდან მისი საქმიანობა ვრცელდება კომერციულ ფასიან ქაღალდებსა და საბანკო დეპოზიტებზეც. 1970 წლიდან გატარდა პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა, რომ ემიტენტებს უნდა გადაეხადათ სარეიტინგო სამსახურისთვის იმ ობიექტური რეიტინგების მიწოდებისთვის, რომელსაც უზრუნველყოფენ სააგენტოები. ამ პრაქტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო სარეიტინგო სააგენტოების საქმიანობის გაფართოება, რომელიც მოითხოვდა მუშების უფრო მაღალ ხარისხს. ამისთვის სახსრებს კი მხოლოდ ხელმომწერთაგან მიღებული შემოსავლები ვერ უზრუნველყოფდა. დღეს მუცი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია გლობალური კაპიტალის ბაზრის, რომელიც უზრუნველყოფს საკრედიტო რეიტინგებს, კვლევის ხელსაწყოების და ანალიზის მიწოდებას, ხელს უწყობს გამჭირვალობას და ინტეგრირებულობას საფინანსო ბაზარზე. მუცის კორპორაციის შვილობილი კომპანიები, მუცი ინვესტორ სერვისი და მუცი ანალიტიკს არის. მუცი ინვესტორ სერვისი უზრუნველყოფს კვლევას და საკრედიტო რეიტინგების სავალოფასიანი ქაღალდების სფეროში. მუცი ანალიტიკს კი გვთავაზობს წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფას, საკონსულტაციო მომსახურებასა და კვლევებს საკრედიტო, ეკონომიკური და ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით. მუცი საკრედიტო რეიტინგები და კვლევები ეხმარება ინვესტორებს გაანალიზონ სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკები. დამოუკიდებელ და ობიექტურ ანალიზს ეფექტური წვლილი შეაქვს ფიქსირებული შემოსავლების ბაზარზე, საზღვაო პოლისებისა და დერივატივების სხვადასხვა გარიგებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. მუცის საკრედიტო რეიტინგები თავარი მიზანია უზრუნველყოს ინვესტორების მარტივი მოქმედების სისტემით, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს ფასიანი ქაღალდების მომავალი კრედიტუნარიანობა. თითოეული მის რეიტინგს AA-დან, ანუ A პატარადან CA-მდე გარდა AA, CA და C რეიტინგებისა კომპანია ურთავს რიცხვით მოდიფიკატორებს 1, 2, 3, 1, 2 და 3. ქვედა ნომრები უმაღლესი დონის შეფასებაა. მუცი განმარტავს, რომ მისი რეიტინგები არ უნდა იქნეს გაგებული როგორც რეკომენდაციები და არ უნდა წარმოადგენდეს ერთადერთ საფუძველს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. ვინაიდან ისინი არ ასახავენ საბაზრო ფასებს და ასევე ბაზრის მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეუძლია იმოქმედოს საკრედიტო რისკებზე. ემიტენტებისა და მათი ფასიანი ქაღალდების სარეიტინგო მონაცემები ცვალებადია და დამოუკიდებელია ინდივიდუალურ კომპანიებზე. რეიტინგები ეყრდნობა ფასიანი ქაღალდების საკრედიტო რისკს. ისინი არ შეიძლება ერთპიროვნულად იქნეს გამოყენებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. ვინაიდან საბაზრო ფასებზე საკრედიტო რისკის გარდა გავლენას ახდენენ სავალუტო ცვლილებები, ეკონომიკური ტენდენციები და დაფარვის ვადიანობა. მუცის საინვესტიციო სამსახურის კონკურენტები არიან S&P და Fitch Group. მათ ერთად მოიხსენიებენ როგორც დიდ სამეულს და ხშირად განიხილება როგორც ურთიერთშემცვლელნი. სინამდვილეში მათი მეთოდები განსხვავებულია. მაგალითად, თუ S&P-ის და Fitch Group-ის ზომავს რამდენად უსაფრთხო და დაცულია დეფოლტისგან ინსტრუმენტები, მუცი ცდილობს გაზომოს მოსაოდნელი დანაკარგები დეფოლტის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა. ესე იგი, S&P და Fitch Group-ი ორიენტირებულები არიან უსაფრთხოებაზე და დაცულობაზე დეფოლტისგან რა, ანუ გაკოტრებისგან ამ ემიტენტებისა. და რაც შეეხება Fitch Group-ს, რაც შეეხება Moody's, ის ცდილობს რომ გაზომოს მოსაოდნელი დანაკარგები დეფოლტის შემთხვევაში. ის განსხვავება მათ იმ ორს და ამ ერთ შორის. დიდი სამეული მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური საკრედიტო ანალიზის მიმწოდებელი ბანკებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ასევე მცირე ინვესტორებისათვისაც. ასევე დიდ ზეგავლენას ახდენენ აშშ-ში და ევროკავშირში სხვადასხვა კანონებსა და რეგულაციებზე.
აშშ-ში ფასიანი ქაღალდების კომისია და National Recognized Statistical Rating Organization იყენებენ მათ მონაცემებს სხვადასხვა სახის რეგულაციებშიც. Fitch Group-ი. ბოლო ინდექსი რომელზეც მე მგონი ვილაპარაკებთ აქ. Fitch Group-ი ერთ-ერთია დიდი სამოულიდან, რომელიც 1975 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასახელდა წამყვან სარეიტინგო კომპანიად. FIMALAC და Hearst Corporation-ის ერთობლივ საკუთრებაშია. 2012 წელს Hearst-ის წილი კომპანიაში 50%-მდე გაიზარდა. გააჩინა ორი სათავო ოფისი, ერთი ნიუ-იორკში, მეორე ლონდონში. ფირმა დაარსდა 1913 წელს John Knowles Fitch-ის მიერ. ნიუ-იორკში, როგორც საგამომცემლო კომპანია, 1997 წელს კი შეუერთდა ლონდონში დაფუძნებულ IBCA-ს. 2000 წელს Fitch-მა შეიძინა ჩიკაგოში დაფუძნებული კომპანია Duff and Phelps Credit Rating Corporation და Thomson Financial Bankwatch. Fitch-ის კომპანია ყველაზე მცირეა დიდი სამეულიდან, ვინაიდან უკავია უფრო მცირე წილი ბაზარზე. ყველაზე მცირეა დიდი სამეულიდან, ვინაიდან უკავია ყველაზე უფრო მცირე წილი ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა tie-breaker პოზიციით, მაშინ როცა Moody's და S&P სარეიტინგო მონაცემები თითქმის მსგავსია ერთმანეთისა. Fitch-ი სთავაზობს კვლევებსა და სავალო კაპიტალის ბაზრის ანალიზს, მის რეიტინგები გამოიყენება მრავალი ინვესტორის მიერ, იმის შესაძლებლად, რამდენად მომგებიან დაბანდებენ ისინი საკუთარ სახსრებს. 2007 წელს Fitch-ის რეიტინგები კრიტიკის ქვეშ მოყვა. მის მიერ 3A რეიტინგით შეფასებულმა collateralized სავალო ობლიგაციებმა CDO $340.7 მილიონი დანაკარგი განიცადა. თუმცა Fitch-ი აცხადებდა, რომ ის აფრთხილებდა ბაზრის მოსალოდნელი კრიზისის შესახებ. ერთ-ერთ ძველ და გავლენიან სარეიტინგო სააგენტოს წარმოადგენს Fitch Ratings. Fitch Group-ი არის ფინანსური კორპორაცია, რომლის შემადგენლობაში შედის Fitch Solutions-ი, ანუ სათათბირო ფირმა, რომელიც დაარსდა 2008 წელს. Algorithms Inc. პროგრამების გაყიდვისა და ფირმის შეფასების რისკ მენეჯმენტი და Fitch Ratings Ltd. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო. შტაბ-ბინა განთავსებულია ნიუ-იორკსა და ლონდონში. Fitch Ratings-ი დაარსდა როგორც Fitch Publishing Company 1913 წლის 28 დეკემბერს John Knowles Fitch-ის მიერ. თავდაპირველად ის გამოსცემდა ფინანსურ ინფორმაციას, რომლის მომხმარებელი იყო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა, ხოლო 1924 წელს Fitch Publishing Company გამოსცა AA დან D-მდე სარეიტინგო სკალა. დღეისათვის Fitch-ი აერთიანებს 2000-ზე მეტ პროფესიონალს. მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 50 ოფისში. ანუ 2000-ზე მეტი პროფესიონალი ყავთ 50-მდე ოფისში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული ოფისების საშუალებით გამოსცემს რეიტინგებს ათასობით ბანკებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, სადაზღვევო კომპანიებისთვის და მთავრობებისთვის. მისი სარწმუნო დამაჯერებელი და დროული მოხსენებით ფართოდ არის ცნობილი ინვესტორებისათვის, ემიტენტებისთვის და ბანკებისთვის. რეიტინგის მოსამზადებელი პროცედურები. პირველი, ანალიტიკოსი რეიტინგის გასაკეთებლად საჭირო ინფორმაციას იღებს ყველა შესაძლო წყაროდან. მეორე, მოგროვებულ მასალას ანალიტიკოსი წარუდგენს სპეციალურ კომიტეტს, რომელიც შედგება ძირითადად 4 ანალიტიკოსისგან. მესამე, კომიტეტს სჭირდება საკმარისი ინფორმაცია, რათა დაადგინოს მიმდინარე სიტუაცია და გააკეთოს პროგნოზები. თუ ამისთვის არ არის ხელსაყრელი შეგროვებული ინფორმაცია, კომიტეტი აგრძელებს მუშაობას მასალის შეგროვებამდე. რეიტინგის დადგენას სჭირდება დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე. Fitch Ratings უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ვალდებულებებს. პირველი, გამჭვირვალობა, ანუ კომპანია ავლენს ღია მიზანს და სარეიტინგო მეთოდოლოგიის გამოყენებით ადგენს ბაზარზე არსებული ფასიანი ქაღალდების სათანადო რეიტინგს. ლიდერობა, კომპანია მუდმივად ახდენს ლიდერების დემონსტრირებას საკრედიტო შეფასების დროული წარმოების გაუმჯობესებით და ფასიანი ქაღალდების სათანადო რეიტინგთან მიახლოებით. პასუხისმგებლობა, ანუ კომპანიის ანალიტიკოსებთან კავშირი ხელმისაწვდომია, უზრუნველყოფილია ინვესტორების შეკითხვებზე პასუხების, ბაზრის კომენტარების, მეთოდოლოგიისა და შეფასების სწრაფი მიწოდება. პერსპექტივა. Fitch Ratings-ი არის გლობალური კომპანია, რომელიც ასახავს ანალიზს და შეფასებას მრავალ მეთოდს. Fitch Ratings-ის ლიდერის პოზიცია უჭირავს იმ სააგენტოებს შორის, რომლებიც მთელი მსოფლიოში ბანკების საკრედიტო რეიტინგს ანიჭებენ. ანალიტიკოსების გუნდი საბანკო საქმის დიდი გამოცდილებით უზრუნველყოფს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების სრულყოფილ დროულ და გამჭვირვალ შეფასებას. Fitch Ratings-ი
საშუალო კომპანიების შეფასების ისეთ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც ანალოგიც არ არსებობს. ამასთან ანალიტიკოსების ჯგუფს მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარეგულირებელი ზედამხედველობა, საინვესტიციო საბანკო საქმე, მათ შორის საინვესტიციო აქტივების შესყიდვა, საბუღალტერო და სხვა. მსოფლიოს 150 ქვეყანაში Fitch Ratings-ის 50 ოფისი მუშაობს. ინვესტორები, ემიტენტები და ბანკერები Fitch Ratings-ის ანალიტიკური პროდუქტის საიმედოობის გამჭვირვალობისა და ოპერატიულობის შესახებ ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში Fitch ფართო სპექტრით მუშაობს და დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო და ეროვნულ საკრედიტო რეიტინგებს ადგენს. ბანკების, არაფინანსური ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიების და კორპორატიული სექტორის ემიტენტების. ანუ ყველას რეიტინგებს ადგენს. ხო, ეს იყო მეგობრებო, ეს ნაწილი დავამთავრეთ. კიდევ გავაკეთებთ ორ ნაწილს. ასე რომ მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით.